2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება 2016 წელი განსაკუთრებით მძიმე იყო ჩვენთვის 2030-ის გუნდისთვის 28 მაისს ავტორ რეპორტაჟის მომზადებისას ხადეს ხეობაში ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი ზვიად თხელიძე, ზვიადის ოჯახი, ჩვენ ზვიადის მეგობრები წელს პირველად ხვდებით ახალ წელს მის გარეშე და ეს პირველი ახალი წელია, როდესაც ზვიადის მომზადებული საუკეთესო საავტორო რეპორტაჟის ნაცვლად ეთერში გავა მისი გადაღებული კადრები ჩვენი არქივიდან 2030-ის გუნდის გადაწყვეტილებით 2016 წლის ბოლო გადაცემა ზვიად თხელიძის ხსოვნას ეძღვნება. ზვიადი ვარ თხელიძე, ჟურნალისტი. გადაცემა 2030-დან. საიდანა? 2030. ის რო არის, რა ქვია, GDS-ი როა. აი იქიდან. პატარა ინტერვიუს ჩაწერა გვინდა რა. გაგვიმარჯოს. ვიცოცხლი გეცვლი. კარგად ვიყოთ. თქვენთან ერთად. და მავთულ ხლართების გარეშე ვიყოთ. თქვენთან ერთად. ამინ. კარგად იყვეთ. ახალ წლამდე 2 დღით ადრე. სოფელს რა ქვია? კადრად ეს არის ვარგებს რა. ტყუილა მიღებ ხე, კაცი. ხანის წყლის კანიონიდან ჯერჯერობით მოუწყობელი საფეხმავლო ბილიკი სულ რაღაც 150, 200 მეტრია სავარაუდოდ. ამეხადა? ეს კანიონი სოფელ ხანის და ხანის წყლის ხეობის კიდევ ერთი სანახაობაა. თავად კანიონი დაახლოებით 1 კილომეტრს გრძელდება. თვითონ მდინარის სიგრძე კი 57 კილომეტრია. სათავეს კი მესხეთის ქედზე დაახლოებით 3000 მეტრზე იღებს. როდესაც ზემოთ დიდხანს იყურები გეჩვენება, რომ ეს კაცხისვეტი მიცურავს და არა ღრუბლები. აქაურობისთვის ეს უჩვეულოდ ქარიანი ამინდია, თუმცა აქ მოღვაწე ბერებისთვის და მორჩილებისთვის ეს ერთი ჩვეულებრივი ამინდია. კი არა და დღეა. მოდი. გადავიდე. მოდი ერთად ვიცეკოთ. მე როგორ შეგჭამოს ახლა. ოჩეკე ერთი ბატალი მოდა. კარგია. შო, კუთხელი აღარ გეუფლები კარგი არის თქო და არა არ გჭირ. სოციალურ ქსელებში ასე პოპულარული ღმერთო მეტეორი გვესროლე რომ რა გიხდე. სოციალურ ქსელებში პოპულარული ღმერთო მეტეორი გვესროლე რომ რა გიხდეს აქ აბასთუმანში სწორედ ამას აკვირდებიან. ანუ იმ კოსმოსურ სხეულებს რომელთა დედამიწასთან შეჯახების ალბათობაც ძალზე დიდია. მე ხელში ჩემი ფეხები აბასთუმის ობსერვატორიაში ხო ვართ ჩვენ ახლა. აქ საქართველოში არსებული ბუნებრივი ქვის 300 საბადოდან 1200 ნიმუშია წარმოდგენილი. 300 უნდა გავშალო რა. 300 პასპორტი მეთქი მზადაა რა. თუმცა აუთვისე აქ ყველა ქვის ყველა ეს ქვა დაახლოებით ათეულობით მილიარდი დოლარის შემოსავალს ნიშნავს. აბა რა აი თხოლ წადიქი და წაფიო პატარა ფიგურაც არის გვერდზე პატარა მე მცივა ჩვენ მასპინძელს კი დილის უსხი როგორ ჩანს სულაც არ ადარდებს
ახალი წელი მავთულ ხართებთან ახლოს, როგორ ხვდებიან დღესასწაულს ეგრეთ წოდებულ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2017 წელს, ისევ როგორც ამ დრომდე, ამ სოფლების მოსახლეობის მთავარი სურვილი მშვიდობა და წყლობით უნახავ ნათესავებთან შეხვედრა. ტრადიციები, რომელიც ომმა ვერ მოშალა, ნოდარ სხირტლაძე, ნუკრი ბუგლარეშვილი კონფლიქტის ზონის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებიდან. ახალწელსადი მოდის ჯამთოლოვა გაყოფნო მე მის უკეთესია კორატორული პესტიერი მოზრაჟობია რომდი კიაზო ბესტაევი 2017 წელს მარტოს შეხვდება. ის სოფელ ზარდიანთკარში ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის ცხოვრობს. სამხედროების მუდმივი პატრულირების გამო მის სახლთან მიახლოება სახიფათოა, ამიტომ მასთან სტუმარიც იშვიათად მიდის. ბესტაევი იმ დროს იხსენებს, როდესაც ქართველები და ოსები ახალ წელს ერთად ხვდებოდნენ. იმედი აქვს, რომ 2017 წლიდან ვითარება შეიცვლება. ოსეიმა ქართველები როგორ იცოდი როგორ ძალიან კარგად ვიყავით მარტო კინა ვარ ქალი დაიღუპა ვიყავით კარგათა ახალწელი მოდის და რუსები ნაგეთ შენი რუსები შედობა იყოს და როგორ ხონთხოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიანთკარი ქართულ-ოსური სოფელია. 2008 წლის ომის დროს სოფელი მნიშვნელოვნად დაზარალდა. მეზობელი სოფლებიდან გადმოსულმა მოროდიორებმა სახლები გაძარცვეს და გადაწვეს. თითქმის ყველა ქართულ ოჯახს გორში გახიზვნა მოუხდა. სოფელში მხოლოდ ეთნიკური ოსები დარჩნენ და მეზობლების დაბრუნებას ელოდებოდნენ. ქართველების დიდი ნაწილი მართლაც დაბრუნდა და გადამწვარი სახლებიც აღადგინა. ზარდიანთკარელი თემურ გაბლიშვილის სახლში ახალწელს ხალხბრალობა იქნება. 31 დეკემბრისთვის ის 7 შვილიშვილის ჩამოსვლას ელოდება. ამბობს, რომ ყველაზე მეტად მშვიდობის ფასი გაიგეს და პირველ საახალწლო სადღეგრძელოდ მშვიდობისას დალევენ. ვერთო შენ გვიშვერე უფალო იდიდო თქვენმა სახელმა ჩვენო სალოცავებო იოსეკის და გადმოხედე მშვიდობა კარგად უყედა. ოსქართლება თათრობა სოხლას უკარგად ყვნენ ჯამთელებს ყვნენ მშვიდობა. რავალ ახალწელს დავესწროთ თუ ჯამთელები და ბედნიერები. მაგარია ონგადავლილი ადგილია. მართალია ომმა დაღი დიდი დაასვა, მაგრამ მაინც ვერაფერი ვერ გიყო. იმდელად იყვნენ ხალხი ერთად დაახლოებულები, რომ ოსების და ქართველების ისევ შეკრულები არიან, ისევ კარგად ცხოვრობენ. და ისევ კარგად ვარ. სოფლის მკვიდრის თინა ტერაშვილის თქმით, ომის მიუხედავად სოფელში ქართველები და ოსები კეთილ მეზობლობას ინარჩუნებენ. ტერაშვილი ამბობს, რომ მეზობელ სოფელ ხელჩუაში ახლა ცხოვრობენ მისი ნათესავები. ზარდიანთკარი და ხელჩუა დღეს მავთულ ხლართითაა გაყოფილი. ამიტომ ნათესავები ერთმანეთს შორიდან თუ მიულოცავენ ახალ წელს. ძალიან კაი ურთიერთობა გქონდა, როგორც ერთი ოჯახი ეგრე ვიყავით. არანაირი კონფლიქტი არ აქვს, ხარჯი იყო თუ ქორწილი იყო თუ რაც იყოს, ერთად ვიყავით და ეხლაც ადგილობრივ ვინც არიან აქა ოსური მოსახლეობა ქართველებთან იგივეა. იგივე მეორდება. აი არაფერი პრობლემა ჩვენი და იმათ შუა არ არის. შეიძლება რომ სალამი გადაზახო და გადმოზახო და ესე მიახლოებაზეც არ მიხვალ, იმიტომ რომ გვეშინიან და ვერ გადავდივართ. ყველაფრის მიუხედავად სოფელში საახალწლო ტრადიციებს მაინც არ ივიწყებენ. ერთ-ერთი უძველესი ტრადიცია, რომელიც სოფელში დღემდე შემორჩა, გოგრის მოხარშვა და შემდეგ მისი მეზობლებისთვის მირთმევაა. ამით მეზობლები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ და ბარაქიან წელს უსურვებენ. ციური თუ ხარელი მრავალი წელი ამ საახალწლო ტრადიციას ასრულებს. გამონაკლისი არც 2017 წელი იქნება. ჩვენ ახალ წელს გოგრას ხარშავთ, ხაჭაპურს ვაწყობთ, ვემზადებით და მეზობლებსაც უწილადებთ, როგორც ქართველებს, ისე ოსებს. ჩვენ მეტი წილი ნათესავების ოსები გვყავთ, ძალიან კარგი ხალხი არიან. ნატროფ რომ შევრიგდეთ და ჩემ ქმარშვილთან დავიმარხო, მეტი არაფერს არ ვფიქრობ. სოფელში ამბობენ, რომ მთავარი მშვიდობაა და თანდათან ყველა გასაჭირს დაძლევენ. 2017 წლისთვის ყველა სასიკეთო ცვლილებას ელოდება. სამგრელოს კერძოდ კი ზუგდიც ერთი დღით თოვლის ბაბუ ეწვია. დღე, რომელსაც განსაკუთრებული სიხარულით ბავშვები ელიან და ბაბუ ზუგდიდში ჩასვლის მიზეზიც ის ბავშვები არიან, რომლებმაც მას წერილი მიწერეს. სალომე ფაცაცია ზუგდიდის ერთ-ერთი მაცხოვრებელია, რომელმაც არც დრო დაიშურა, არც ენერგია. საქველმოქმედო ორგანიზაციაც შექმნა და ცდილობს დაეხმაროს ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდება. ნახეთ გიორგი მანჯავიძის, ლაშა მამულაშვილის და ლაშა ნატროშვილის წლის ბოლოს საავტორო რეპორტაჟი. ოშმანად კომუჩას შეშეზუდ მოხუნუას ახალ წანას მიგახვამანთ ხორუნთ გოითანუან ენა ჯუეში შხვა ახარი ირფელამო გეეხარი ჰარი რაო
თვალყიალა სათამაშოებით მორთული ნაძვისხი, ფერადი ციმციმა ნათურები, ტკბილეული და რაც მთავარია საჩუქრები. ახალი წელი ალბათ ყველა ადამიანისთვის გამორჩეული დღესასწაულია. ამ დღეს კი განსაკუთრებით ბავშვები ელიან. პატარებს ჯერათ, რომ ჯადოსნურ ღამეს ოცნებები აუხდებათ და თოვლის ბაბუა მათ სანადრელ საჩუქრებს მოუტანს. სალამი სანტა კლაუსი. აჰა, ისევე სანტა კლაუსი. გთხოვ ასაფეთქებლების ზღაპრები და მულტფილმების საყურებლად DVD მომიტანო. გამარჯობა თოვლის ბაბუ. მე მინდა რომ მქონდეს ბევრი ზღაპრების წიგნი, ბევრი რვეული და შოკოლადები. თოვლის ბაბუა როგორ ხარ? გთხოვ დიდი თოჯინა მომიტანე. კიდევ სახატავი რვეული და კარანდაშები. ბაბუ მე თბილი კურტკა და ქუდი მინდა. მე სიმღერა და ცეკვა მიყვარს ძალიან. იამაჰას მაჩუკებ და კიდევ შენ რაც გაგიხარდება ის მომიტანე. მადლობა ჩემო სანტა. სანტა, ისევ სანტა. ყველა ეს წერილი ზუგდიდიდან არის გამოგზავნილი. ამ ბავშვების სოციალურ მდგომარეობაზე თქვენს ყურადღებას არ გავამახვილებთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს საჩუქრები მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ხო და თოვლის ბაბუაც ადგა და ზუგდიდში გაემგზავრა. აქ როგორ ჩამოდის ის კაცი მაინც ვერ გავიგია. აი ამ ადგილის იქით უკვე ჩემთვის თოვლის ბაბუისთვისაც კი აკრძალულია გადასვლა. ეს ენგურია, პირობითი და იძულებითი საზღვარი აფხაზეთთან. ახალი წლისთვის, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ აფხაზეთშიც ემზადებიან. ხალხი ახალი წლისნობად ზუგდიდში ყიდულობს. და ენგურის ხიდს წვალებით, ზოგი ფეხით, ზოგიც ურმით კვეთს. საახალწლო განწყობა სახეზე არავის ეტყობა. თუმცა ენგურის ხიდზე თოვლის ბაბუას გამოჩენას მართალია მცირე, მაგრამ მაინც სიხარული მოჰყვა. როგორ ახართ? როგორ ხდები ხართ? მოგილოცოთ სრულიად საქართველოს დამდეგი შობა ახალი წლის შემოგზანება და ეს წელი ყოველთვის ყოფილიყო სიხარულისა და სიყვარულის მომტანი. და ერთი პატარა ლექსით მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ახალი წელი. ხემარდიანიშ ნანათა მუხებით გადამუხლული თაზე მიწნული კალათა ჩემი ლახარა მოხური. მადლობთ. სამეგრელოში ახალ წელს ყველაფერი ზუსტად ისევე ხდება, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში. აქ განსაკუთრებულად ძველით ახალ წელს აღნიშნავენ. ყველაზე დიდი და გამორჩეული ტრადიცია კი სამეგრელოში კუჩხობაა. ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლა. ამ დღეს, ანუ ძველით ახალი წლის ღამეს, უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. პირველად ვაკაკუნებთ კარზე და ვიძახით ей მენძელი კარგო მინჩი ей მენძელი კარგო მინჩი მოზოჯი გვეტყვიან მობრძანდიო შემოვდგამთ ფეხს მარჯვენა ფეხი ხო მარჯვენა ფეხი უნდა შემოდგა აუცილებლად მერე მოვაყრით ოჯახს პირველად ღარღილს კამფეტებს ღარღილს იმიტომ რომ აი ღარღილში რამდენი მარცვალიცაა ისევ გამრავლებული იყოს ეს ოჯახიო კამფეტებს რომ ასეთ კბილად გეცხოვროთ მთელი მომავალი ცხოვრება მოვდივართ აბაგთან კი ბატონო გამოვждებით და რას ვეუბნებით კაცო მანამდე გილო მეგახვამანთ ახალწანას მეგახვამანთ ახალწანას ბრელი გორთანაფუდას ბრელი გორთანაფუდას ადამ იმრავლეთ იხარეთო ეუბნებით გახარებედად ბედნიერ ქოვებედად
გიმრავლებუდან და იფრილ ჯგირობუაშ მომაღალარ ქოფედას ახარებედაც გიმრავლებუდან და იფრილ ჯგირობუაშ მომაღალარ ქოფედას იფრილ ჯგირობუაშ მომაღალარ ქოფედას თე ახალწანა თე ახალწანა და აგერ მიუჭახუნებთ ერთმანეთს და ასე დაულოცავთ ბრელ გოლთანაფუდანი ამორჩეული ყავდათ ხალხი რომელიც აი ოჯახში შემთხვევითაც რომ მოხდებოდა ხო ახალი წლის ღამეს ამ კუჩხობის დღეს ხო და იმ ოჯახში ან შეძენა იქნებოდა ან რაღაც ავადმყოფი გამოჯამთელდებოდა და ამას იმახსოვრებდნენ ამ პიროვნებას რომ ყოველთვის სურდათ ასეთი კარგი მსურველი ოჯახში რომ მოხვედრილიყო იმათ ოჯახში და პატიჟებდნენ კიდევ დროა ისევ თოვლის ბაბუას ზუგდიდში ჩასვლის მთავარ მიზეზს ბავშვებს დაუბრუნდეთ. ეს სალომე ფაცაციაა. ზუგდიდში მცხოვრები ერთი რიგითი ახალგაზრდა, რომელმაც არც დრო დაიშურა და არც ენერგია. შექმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია და ცდილობს დაეხმაროს ყველას, ვისაც ეს სჭირდება. წერილებიცა და საჩუქრებიც სალომეს შეგროვებულია. ის ყველა ის სურვილი, რომელიც ამ ბავშვებს ეწირა, დავაკმაყოფილეთ და თოვლის ბაბუამ გადასცა 72 სოციალურად დაუცველ ბავშვს და ასევე დევნილ საჩუქრები, ასევე დავეხმარეთ ორ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს და საშობაოდ კიდევ აპირებთ წალენჯიხაში არის ბავშვთა თავშესაფარი, სადაც მივალცა მაგათაც მიუტათ საახალწლო საჩუქრებს. ასე ბედნიერად შეხვდება ახალ წელს ზუგდიდში მცხოვრები 70-ზე მეტი ბავშვი. ასე დასრულდა თოვლის ბაბუას მოგზაურობა სამეგრელოში. საჩუქრები ყველა ბავშვს უნდა შეხვდეს. პატარების ბედნიერი თვალები ყველა ფრადგილს. თოვლის ბაბუისა თუ მის გარეშე ამის გაკეთება ყველას შეგვიძლია. მე კი ამ რეპორტაჟის ავტორი დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. რეპორტაჟისა, რომელიც ჩემი ავტორობით წელს ბოლოა. სიკეთის და ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს. ცხელაი ხე ჩიჩილაკის აფერხაო გობი ფერხვის დღე და ფერხავი ეს უკვე გურული კალანდობა ახალი წელი ძველი ტრადიციებით და ქართული გურისთვის დამახასიათებელი ფოლკლორით გენონ სიყმაშვილი ნიკოლოზ წეველიძე და რევაზ ნასტიძე გიამბობთ როგორ ხვდებოდნენ და ხვდებიან გურიაში ახალ წელს ჩიჩილაკმა, როცა არაფერი არ მიმაწებია და არაფერი არ მოკლებია. როგორც ძველად კეთდებოდა ჩიჩილაკი, ზუსტად ისე ითლება. სხვანაირად ამას ვერ გაკეთებს. ითლება ხელით და ჩვეულებრივი დანით. ადრე თითქმის ყველა ოჯახში კეთდებოდა და ახლა მე რო არ დავიწყებ, ხო შემოქმედში არის 1-2 ალბათ და მეტი არ ვარ დამკეთებელი. ან 3 იყო შეიძლება მეც დრო გადის და დროის დინებას არც თუ იშვიათად ტრადიციების ადათის ნაწილი გადაყვება ან გადასხვაფერდება ხოლმე. ამიტომ მრავალ საუკუნიან საქართველოში ხშირად გაისმის სიტყვა უწინ. თუმცა ერთი კია, უწინაც და ახლაც გურიაში ახალი წლის მოახლოება ჩიჩილაკების გამოთვლით იგრძნობა. ასეთი ვისწავლე ჩიჩილაკი და ასეც ვაკეთე. ასეთი იყო გურიაში ძველად ჩიჩილაკი. ჩვეულებრივ გაუკეთებდნენ თავზე ჯვარს, იმ ჯვარზე წამოაცმენდნენ მანდარინს ან ვაშლებს. ზეიდან ჩურჩხელას გადაკიდებდნენ და შეაბავდნენ სუროს, კურკანდელს ან კამფეთი არ იშოვებოდა ადრე და რა უნდა ეთქვა. გურული ნაძვისხის მთავარი მშვენება ბურბუშელებია. გადმოცემის მიხედვით ისინი სიმბოლურად წმინდა ბასილი დიდის წვერს განასახიერებენ. ბასილი დიდისა, რომელმაც წარმართი ივლიანე განდგომილი დაამარცხა და ამ დამარცხების დღიდან დაიწყო ახალი წელთაღრიცხვის ათვლაც. ახლა უკვე რთულია ამაში წარმართულისა და ქრისტიანულის კვალი გაარჩიო, მაგრამ გურული ახალი წელი და ჩიჩილაკი ერთ მთლიანობად ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იქცა.
კალანდობა ასე გურულ ახალ წელს ქვია. თუ კი სულხან საბას დავესესხებით, კალანდა წლის თავს, ანუ ახალი წლის დასაწყის ნიშნავს. კალანდობისთვის სამზადისი კი დილიდან იწყებოდა. ოჯახის უფროსი თავდაპირველად ცხემლაი შეშას დაჭრიდა და მოიმარაგებდა, რათა კერიაზე ცეცხლი არ განელებულიყო და ნაკვერჩხალი დაყრილიყო. ამის შემდეგ კი საფერხავო გობს ამზადებდა. გობზე სხვასთან ერთად აუცილებლად უნდა დადებულიყო ღორის თავი და დედალი. ამ სავსე გობით საკუთარი სახლის კარს მიადგებოდა და სპეციალურ ლოცვასაც წარმოსთქვამდა. წმინდა ვასილი მოგზანდება, ადლით მოსილი, მოაქვს ღვთისა და ხელმწიფის წყალობა. საქონელი და ფრინველი მრავალი, ოქრო ვერცხლი უთვალავი, თვალმარგალიტის მადანი, ჯანმრთელობა, ხიარულება, ბედნიერება. შემოვიდოდა შიგნით და ამ გობით ესე მიესალმებდა უпростоრად ჯერ ოჯახის წევრებს ყველას გადაკოცნიდა, მიულოცავდა კალანდას და შემდეგ აი გობით ყველა ოჯახის წევრი მიყვებოდა და სამჯერ შემოუვლიდა კერიას. ამ შემოვლის დროს ყველა კუთხეში ოჯახში ყიდა ღომის მარცვალს და ილოცებოდა ასე გამრავლდეს ჩემს ოჯახში ორფეხი, ოთხფეხი, რქოსანი, პირუტყვი, იყოს ძეობა, იყოს გამრავლება, გახარება. საახალწლო რიტუალი თოფის გასროლით მთავრდებოდა, თუმცა კალანდობა ბედობასაც მოიცავს. ბედობას გურიაში ფერხვას, ხოლო მეკლეს ფერხავს უწოდებენ. ფერხავი საპატიო ადამიანია და შეიძლება ითქვას მისი პროფესია სარისკოც კი იყო, რადგან ოჯახს, რომელსაც ის ესტუმრებოდა, თუ წელი ცუდად წაუვიდოდა სოფელში აღარავინ მიიკარებდა და სუფრაზეც კი არ დაპატიჟებდნენ. ობდანდი, მეკლეს მივეგებო. ამ ფერხავს ქონდა მართლაც საოცარი პატივი. ყველა ოჯახში შემდეგ მას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ და საერთოდ მთელი წლის განმავლობაში სოფელში ამ ფერხავს, რომელსაც კარგი ფეხი ჰქონდა, დიდი პატივით ეგებოდნენ და თუ არ ჰქონდა ყველა ოჯახის წევრი მას ძალიან აი თითქმის მთელ სოფელში ძალიან ცუდად ხვდებოდნენ. გურულებს ხონდა ეს გურიაში სიმღერები რა გამოლებს გურიაში სიმღერები და ამ სიმღერებს აი გურულები ყველა იმ სიმღერას მაგიდასთან როცა დაიდებოდა ყველას გორო რაც კი მოადგებოდათ დაუშვათ პირზე და რასაც კი შესრულების ასე თქვათ საშუალება ჰქონდა ყველა სიმღერას ღეროდა გურულები მაგიდასთან. გურულ კალანდას სიმღერებიც თავისი აქვს. სუფრაზე ნებისმიერი ქართული სიმღერა სრულდებოდა, თუმცა ამ დღეს განსაკუთრებულად მღეროდნენ ალილოს, მასპინძელსა მხიარულსა, ჩვენ მშვიდობა და რა თქმა უნდა აგუნას გადაძახილს. როცა მიდიოდნენ მასპინძელ სახში მიდიოდნენ, მასპინძელს ამღეროდნენ, ჩვენ მშვიდობას და ალილოს მღეროდნენ. ახლა სპეციალურად კალანდისათვის დავუშვათ ეს აგუნა ასეთი სიმღერა არის დავუშვათ ასეთი ღვინის ასე თქვათ სადიდებელი სიმღერა ესე ხო ამასაც მღეროდნენ მაგალითად 1000 სიმღერა რა ისეთი რომელიც ასე თქვათ კალანდისათვის დამახასიათებელი იყო და ჯადოსნური ჯოხის საშუალებით მოდით მოვიწვიოთ ზღაპრის გმირები გვინდა? დიახ. გვინდა თუ არ გვინდა არ მესმის მე ხო დავბერდი? დიახ. ძალიან კარგი აბა მოვიწვიოთ. ზღაპრის გმირების მოსვლა მიბრძანებია. გურულ კალანდობაში თოვლის ბაბუა როგორც ასეთი არ გვევლინება. ეს ტრადიცია მთლიანად ოჯახის უფროსსა და ფერხავზეა აგებული. თუმცა ჩვენი საუკუნის გურიაში, ოზურგეთის ქუჩებში თოვლის ბაბუას თავის ლაპლანდიელ კოლეგა სანტა-კლაუსთან ერთადაც კი აღმოაჩენთ. თუმცა გურული ახალი წელი თანამედროვე ნიუანსების დამატების მიუხედავად, მაინც რჩება, როგორც აქ იტყვიან, ნამდვილი ქართული ახალი წლის, კალანდობის სადარაჯოზე.
გურიდან ამჯერად გადავინაცვლოთ აჭარაში, სადაც ახალ წელს განსაკუთრებული ადგილობრივი კერძებით ხვდებიან 20-30 თურქეთის საზღვართან მდებარე სოფელში მარადიჩი იმყოფებოდა, სადაც გამყოფმა სასაზღვრო ზოლმა ოჯახების სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებად აქცია. ჩვენმა ჯგუფმა მაღალმთიან აჭარაში შარავშიძეების უგემრიელესი მარნის ღვინოც დააგემოვნა. ახალი წელი აჭარულად ნახეთ სოფე ჟღენტის და მანუჩარ გურგენიძის რეპორტაჟი. ეს სოფელი მარადიდია. სოფლიდან რამდენიმე მეტრში თურქეთის საზღვარი მოჩანს. თითქმის 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ორად გაიყო და ერთი ოჯახის ორი წევრი სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩნდა. ნათესავებს ახლა ერთმანეთისგან მდინარე ჭოროხი და მკაცრი მესაზღვრეები აშორებთ. მარადიდში ყველა ოჯახს ერთი და იგივე ისტორია აქვს. ჩვენ დიდმანიძეებს ვესტუმრეთ. სახლში ქალბატონი ლეილა საახალწლო სამზადისში დახვდა და საკუთარი ისტორიაც გვიამბო. განსხვავებული სუფრა მზადდება. ძველი ტრადიციები შემონახული გვაქვს და აუცილებლად ვითვალისწინებთ ყველა დღესასწაულს და განსაკუთრებით საახალწლოდ. ქალბატონი ლეილა დიდი სახლის მარტოხელა დიასახლისია. სამი შვილი ჰყავს, თუმცა ისინი სოფელში აღარ ცხოვრობენ. ახალი წლისთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით ემზადება, რადგან ახალი წელი ოჯახმა ერთად უნდა აღნიშნოს. ტრადიციულად დიდმანიძეების სუფრაზე ბევრი ტკბილი და მარცვლეული იქნება. შაქართან ერთად შენ მიმაქვს ტკბილთან ერთად, იმიტომ რომ სიტკბო, სიყვარული, ყველაფერი კარგი. ახლა მჟავესთანაც უფრო მიყვარს, მაგრამ საახალწლოდ მჟავეს არ ვიყენებ. ვიყენებ ტკბილს, რომ მეტი სიტკბო და სიხარული შემოვიდეს ოჯახში. მარცვლეულის გარდა მარადიდში კიდევ ერთი წესი აქვს. ახალ წელს ზუსტად 12 საათზე სახლის კართან გოგრა უნდა გაიგოს. ქალბატონი ლეილა ზუსტად ასე მოიქცევა, მაშინ როცა მეკვლეებად ჩვილები ესტუმრებიან. ჩვენ კი ახალი წლის შესახვედრად გზა განვაგზავნეთ და მარადიდიდან ქედაში შერვაშიძეების ძველი მარნის დასათვალიერებლად გადავინაცვლეთ. ცნობილი ჩვენი მარანი სოფელ საღორიაში ეს გვარი უკვე 5 საუკუნეზე მეტია მევენახეობას მისდევს. თუმცა როგორც აკვითხეს, ვენახი და მარნები მტერს ბევრჯერ გადაუწვია. გვარს ჯერ თურქები ებრძოდნენ, შემდეგ კი რუსები. რეჟიმთან პრობლემების გამო ოჯახი სოფლიდან გადაუსახლებიათ, თუმცა შერვაშიძეების გვარი სოფელს მაინც დაუბრუნდა და 100 წელია ამ სახლში კერა არ გაციებულა. მარანში ნოდარ შერვაშიძემ შეგვიპატიჟა. ჩვენ დამზადებული ღვინოები, შინ დამზადებული ღვინოები, ეგრეთ წოდებული დავარგების შემდეგ შეინახება ამ ჭურჭელში და მისი გემო, ესე იგი მისი გემური თვისებებიც სწორედ აქედან მოდის, რომ იგი არ არის გაფილტრული, ბუნებრივი ფილტრაციით მიღებული დავარგებული ღვინოს მივირთმევთ. ვიდრე მარანში შერვაშიძეების ღვინოს ვაგემოვნებთ, ქალები სამზარეულოში ფუსფუსებენ. კერძები აქაც ტრადიციულია, ერთი განსხვავებით. აჭარაში ყველა ოჯახში სიმინდი ცალკე იხარჯება და სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი აქვს. სიმინდის მოხარშვამდე მარანში საქართველოს სადღეგრძელო ისმის და მეკვლეებიც მოდიან. მომძანდით, აბა რა ხდება? გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს, გაუმარჯოს ბიუროსო, მთელ საქართველოს, აჭარას. ჩემო რეზო შენ მრავალი წელი უნდა მეკვლეთ მიყვეთ ჩვენ ოჯახებში. სუფრაზე, ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში ტრადიციული სადღეგრძელოები ისმება. სახლის კარგი ღვინით შეზარხვაშების შემდეგ კი სუფრაზე ლექსების და ტრადიციული აჭარული ფოლკლორის დროც დგება. ღმერთმა შენ სახლს არ მოაკლოს, რაც გულს მეტად უხარის, ბუხარივით გულის ცეცხლი და გულივით ბუხარი. ახალი წლის ღამეს თოფს თითქმის აღარავინ ისვრის. ამიტომ ქედას ერთ-ერთი გამორჩეული გვარის ოჯახში ახალ წელს ბუხრისა და სიმღერების ფონზე აღნიშნავენ. და რა მოლოდინი აქვთ ქუთათურებს 2017 წლისგან, როგორ აცილებენ 2016 და როგორ ეგებებიან ახალს. ირაკლი აკობია, დავით ლორთქიფანიძე ქუთაისურ ახალ წელზე.
საახალწლო სუფრა მეგობრების გარემოცვაში და ქუთაისისთვის დამახასიათებელი იუმორი. ქუთაისელი იუმორისტები ახალ წელს წინაწლის მოგონებებითა და მხიარული განწყობით ხვდებიან. იუმორით იხსენებენ 2016 წლის მთავარ მოვლენებს. ამდენს გავუმოძოს აბა. ნისკარტ ბედნიერი ყოფილიყო სპექტაკლის მამლის წელიწადი. ძალიან კარგი. გენაცვალეთ ბიჭები, გილოცავთ, მრავალს დაგვასწროს მერტყად. როგორ ხვდებიან ახალ წელს ქუთაისში, როგორია განწყობა და რა სიახლეებს თავაზობს ამ ახალ წელს ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს. ახალი წლის საღამოს იუმორისტები თავისებურად მხიარულად აღწერენ. ქუთაისში იქნება წელს კარგი პერიოდი, ხო და პირდები რა, იქნება მერმაშო პირდა ბარგარკას გამოვიტანთ და ჩავრთავთ ასე ყინაზე მივადოთო. აქ დაბერწლე. ბარგარკა სხვადასხვის კაი შეღავათია ისე. ბარგარკა მაინც იქნება ქუთაისში და მე წყალდუბოში რო ცხოვრობ რა ვთქვა. გამოვიდა ჩვენი გამგებელი და ახალი წელი არა ის მე ვთხოვეთ იყო შაშნამსო. ცოლფარი არის და ცოლს ყავს საყვარელი თორემ. და ახალი წელი დაადგა და ოჯახში ყავ პატარა ბავშვი. ხო და ცოლმა იფიქრა რომ ანუ რაღაც სხვას მივცეო ფულიო და მოდიო თავის საყვარელს უთხრა რომ მოდიო შენ ჩაიწიო ისაო სანტა კლაუსის ფორმა მოდიო ახალ წელს ჩვენთან უნდა ანუ ფულსაც მოგცემენო და ჩემთანაც ახლოს იქნებიო რა. არ კი ებას მე რა უნდა და ფულს მომცემენ რაღაცა ჩაიწო სანტა კლაუსის ფორმა და ათლას 12 ჩამოკრა კაკუნი სიმაზე კარებზე და შემოდის გილოცავ და ახალი წელს რაღაც ეს პატარა ბავშვი მოყავთ ოჯახში. ხო და შეხედა პატარა ბავშვი ასე ნუ გზარებიძა შკაფში სანახე მაგელი. ინგლისურად გაქვს ქვია მაუსი ხოლოთორის ბაბუა სანტა კლაუსი. ყველაფერი რაც ქუთაისლების უარყოფით თვისებას ეხება მცდარი მოსაზრებაა. მეგობრების საახალწლო სუფრაზე ქუთაისის სადღეგრძელოს ყოველთვის მუსიკის ფონზე მხიარული განწყობით ამბობენ. გაუმარჯოს ქალაქს თავისი ქალაქელებით, თავისი სიყვარულით, თვითი იუმორით, ქუთაისში ქალაქში გადიხარ დილით, გამარჯობა ვინმეს ვეუბნები, ის ისეთ ცდილობს რომ გამარჯობა გითხრას, რომ მთელი დღე თვითონაც პოზიტიურად იქნება და შენც პოზიტიურად რჩები, რადგან ყველა იუმორით რაღაცას პასუხობს. ნუ არის მითი რომ ქუთაისლები აფერისტები არიან რაღაც, მაგრამ ეს მითი. ეს არის მითი და დავდოთ ესე მითად. მოდი გავუმარჯოს ჩვენს ქალაქს, მიულოცოთ ახალი წლის დადგომა. და ყოფილიყოს 2017 წელი საპარლამენტო დედაქალაქი. ქუთაისს დავუმარჯოს, ჩემო მეგობრებო. ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის შენებელი. ზალუბოთი ხარე არის მისი დამამშვენებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი ქუთაისლებისთვის პარლამენტის ქუთაისში დარჩენა და საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის შენარჩუნებაა. როგორც ახალგაზრდები ამბობენ, ეს ქალაქის განვითარებას ხელს შეუწყობს. დღეს ვეზახით საპარლამენტო დედაქალაქს და გვინდა ეს დარჩეს ასე. ჩემი აზრით, კარგი იქნება ქალაქისთვის, კარგი იქნება მაცხოვრებელთათვის, ახალგაზრდებისთვის და რა ვიცი, ყველა ვართ იმაზე, რომ ჩვენთან დარჩეს პარლამენტი. პორტი თუ დაემატება, რა? პორტი თუ დაემატება, პარლამენტზე ესეთი აზრის. პარლამენტი გვაქვს და გქონდეს რა. კატერებით ივლიან პარლამენტარები. პორტი თუ ქუთაისელები ყველაფერს იუმორით უყურებენ, ამიტომ საახალწლო ისტორიების მოძიება არც თუ ისე რთულია. ქუთაისში ხო გვინდა შოუ პროგრამა რომ გქონდეს, ამისათვის მოიფიქრეს და 31-ში მოედანზე ეს შეკრებილ საზოგადოებას ურიგებენ ლაზერებს, ლაზერი ხო იცი, ჩვეულებრივ ლაზერი და ფურცელი. ფურცელზე წერია 300 DGC. და მარტივი ლოგიკა რა, ეს ლაზერი გიჭირავს, ანათებ და ამას კითხულობ DGC და შოუ პროგრამა იდგმება რა, ქუთაისში ჩათვალე რომ ეს ყველაფერი შედგა. ანათებებს რაც შეეხება გადასარევი გაგვიკეთეს, აგერ ხედავთ თქვენს, просто ერთი პრობლემა აქვს მე მგონი, არ ანათებს. ხო? ჩამქრა. просто 1 მინუტი შექრო არ ანათებს. თუ ესე გადასარევია ვიზუალურად. ნუ გამოვეკიდებით, ახლა განათებაც გინდა და ანათებდეს. მიიჩნევენ, რომ ქალაქში ახალგაზრდებისთვის მეტი აქტივობები უნდა არსებობდეს. უნდა იყოს კინო და ახალგაზრდებს განვითარების მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ. ახალგაზრდა გული ზოგადად რომ ქუთაისელი ახალგაზრდები მიდიან იქეთ სასწავლებლად თბილისისკენ და იმ პერიოდს, სადაც ადამიანის შემოქმედების უნარი აქვს ახალგაზრდობას, იქეთ ატარებენ და მოდის დავამთავრებ წავალ თბილისში. ხო, ეს თემა იმედია გამოსწორდება და ჩვენთანაც არის სწავლა ვისაც უნდა. ბოლო-ბოლო პარლამენტარები ჩამოვიდნენ აქეთთან. ხო, შენ რა მიდიხ? ხო, მინახა. ჩემო კარგო, ჩემო მშვენიერო, რერო ფიქრობენ, რომ 2017 წელი ქუთაისისთვის და ქუთათურებისთვის ბევრად უფრო პოზიტიური და ბედნიერების მომტანი იქნება. ქუთაისელი იუმორისტების სახელით გილოცავთ გამრეგ 2017 წელს.
და როგორ ხვდებიან ახალ წელს კახეთში, ჩვენი გადამღები ჯგუფი გურჯაანში ღვინიაშვილების ოჯახს ესტუმრა და წინაც ახალ წელს ამზადისის გადაიღო. სწორედ ამ ოჯახში იკრიბებიან ყოველ წელს ანსამბლ გურჯაანის წევრები, ფოლკლორული ანსამბლის 40 წლიანი ისტორია კი და ასევე მრავალჟამიერი ნახეთ. თამარ ცხომარიას, პაატე ჯაჭულიანის და რევაზ ნასიძის საავტორო რეპორტაჟი კახეთიდან. Tashi, tashi. როგორ ხვდებიან ახალ წელს კახეთში? ჩვენ ახლა კახეთის გულში, გურჯაანში ვიმყოფებით. აქაც ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, საახალწლო ტრადიციების უმრავლესობა დავიწყებულია. თუმცა ღვინიაშვილების ოჯახში უკვე მრავალი წელია. ყოველ ახალ წელს მრავალჟამიერით ეგებებიან. ეს გელა ღვინიაშვილია, ოჯახის უფროსი და ფოლკლორულ ანსამბლ გურჯაანის წევრი. ყოველ ახალ წელს მეგობრებსა და ანსამბლის წევრებს ის ტრადიციულად ჩოხაში გამოწყობილი ელოდება. ყოველი ახალი წელი ჩვენთან როგორც ახლა ჩვენი მამაჩემი, ჩემი ძმა ტრადიციულად მომღერლები ვართ ყველა ჩვენი გვარი. ყოველ ახალ წელს ხდებოდა ხოლმე ჩვენთან შეხვედრა მომღერლების და ყოველ ახალ წელს ხდებოდა ხოლმე სიმღერები და მართლა მრავალჟამიერი ხდებოდა ხოლმე ჩვენი ოჯახი და ჩვენი მეგობრები. ახალი წელი ახლოვდება და ღვინიაშვილების ოჯახში სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის. სამზარეულოში ქალებს პატარა ზაზაც ეხმარება. ეს არის ხაშლამა, ძროხის ხორცის. ეს ტრადიციული კერძია კახეთში, ყოველ ახალ წელს ყველა სუფრაზე. ბედნიერი ვარ, ამათით ვხარობ, ჩემ ოჯახიდან სულ სიმღერის ხმა გადის და ყოველი ახალი წელი, ყოველი დღესასწაული ჩემთვის ბედნიერების წელია, რომ აი ესეთი ადამიანები მყავს მე გვერდზე. სანამ საახალწლო სუფრა იშლება, გელა ძველ წელს აი ასე აცილებს. ოჯახში პირველი სტუმრის, ანუ მეკლეს შემოსვლამდე ყველაფერი მზად უნდა იყოს. მომზადით. აბა გაგვიძეხი. ტრადიციულად იყო ასე. დადგებოდა ახალი წელი, ღამე 12 საათზე. მასპინძელი გამოვიდოდა ჯერ პირველ რიგში თოფს გაისვრიდა, ასე გააცილებდნენ ახალ ძველ წელიწადს და შეეგებებოდნენ ახალს. შემდეგ უკვე ოჯახში შემოდიოდა მეკლე, რომელიც აღნიშნავდა ბარაქას, აღნიშნავდა მომავალი წლის იმ შეხვედრას, ისე შეხვედრას, როგორცაც შემოიტანდა ოჯახში ხორბალს, რომელიც სიუხვის განსახიერება გახდა. შემოიტანდა ხილს, ტკბილეულს, გოზინახს. მასპინძელი დაახვედრებდა აქ ჭიქა ღვინოს. სუფრას გაშლილს ყოველთვის ცდილობდნენ, რომ წარმატებული ადამიანი ყოფილიყო, რომ თუ მეკლე შემოვიდოდა და იმ ოჯახს რაიმე წარუმატებლობა ექნებოდა, ისიც მეკლეს ბრალდებოდა. პირველი სადღე გრძელო და მრავალჟამიერიც აქვე ბუხართან სახელდახელოდ სრულდება. მრავალჟამიერი და ჩაკრული ქართკახურ სიმღერებში გამოიყოფა როგორც ცალკე ჩვენ შეგვიძლია ცალკე შეფასება მივცეთ ამ სიმღერების ფასეულობას. თვითონ ამ მრავალჟამიერი თვითონ ხა მე წლები მომღერი ვარ 25-30 წელი იქნება და ამდენჯერაც მიმღერია მითო როგორც ინდივიდი მომღერალი ხო ყოველთვის გრჩება გზნობა გაქვს რომ ის მაინც ვერ გააკეთე რაც უნდა ყოფილიყო განა ვერ იმღერე კარგად მაგრამ თვითონ იმდენად ამაღლებულია და იმდენად სრულყოფილია თვითონ მრავალჟამიერი რომ ჩვენ სიმღერით
შეიძლება ჩვენ მოგვეწონოს მოეწონოს ხალხს მსმენელს, მაგრამ სრულყოფილობამდე მაინც ვერ მიყვავს. იმდენად სრულყოფილია თვითონ მრავალი. ეხლა ქართულ ტრადიციაში მაინც ახალ წელთან არის რა თქმა უნდა დაკავშირებული სუფული სიმღერა, მაგრამ ახალ წელს ადგომასთან. სანამ თონეში კახური შოთი ცხება და ეზოში მწვადი იწვება, მომღერლების ნაწილი ბუხართან მორიგ კახურ სიმღერას ასრულებს. წელია რაც ეს ანსამბლი არსებობს. ანსამბლი ჩამოყალიბდა სამეგობრო ჯგუფი დავარქვით თავიდან. მერე ანსამბლის დავარქვით ანსამბლი გურჯანი. იყო ის ანსამბლი გურჯანი დიდების ანსამბლს ევეძახოდა უყურებთ. კახური საახალწლო სუფრა გურჯაანში სიმღერით ზამთარი სრულდება. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. ახლა რეკლამის შემდეგ ნახეთ, როგორი ახალი წელი გელოდებათ GDS-ზე 31 დეკემბერს.